ქართულმა ოცნებამ აზრი შეიცვალა. თუკი მანამდე მმართველი პარტია ამბობდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მოწვევა ორგანიზაციის ზედმეტი დატვირთვა იქნებოდა, ახლა სახელმწიფო გუნდში ასე აღარ ფიქრობენ. კენჭისყრის დღემდე 28 დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისიას მოწვევა გაუგზავნეს. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებას ხსნიან არგუმენტით, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში მაგალითად კვლავ მოჰყავთ ეუთო ოდირის დასკვნა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. კერძოდ კი ამბობენ, რომ ეს დასკვნა აჩვენებს კენჭისყრის პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობასა და სანდოობას. ეს კი იმ ფონზე, როცა ამავე ორგანიზაციამ არაერთხელ გააკრიტიკა მმართველი პარტიის პოლიტიკა, მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებული და რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ზოგადად არ ხდება ხოლმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ეუთო ოდირის მოწვევა, მაგრამ რადგან იყო ეს დაჟინებული მოთხოვნა, ასევე ახსნა განმარტება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო ოდირის მიერ დადებული დასკვნა ფაქტურად ფეხქვეშ გათელეს, იმიტომ რომ მათთვის მისაღები შედეგები არ იყო. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, გარეთ ძალებით ჩართულები იყვნენ და გვახსოვს ევროკავშირის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, რამდენად შეურაცხმყოფელი იყო, როგორ აბულინგებდნენ აღნიშნულ დასკვნის გამცხადებლებს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, მოვიწვიეთ ეუთო ოდირი, რომ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი არ დაჩეს აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას ეხმიანება ოპოზიცია, თუმცა შეფასებები განსხვავებულია. საერთო კანდიდატების მსგავსად ამ მხრივაც საერთო ხედვა აქვთ პარტიებს ლელოს და გახარია საქართველოსთვის. ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური სუბიექტებისთვის კი, როგორც ამბობენ, უმნიშვნელოა, ვინ დააკვირდება არჩევნებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეუთო ოდირი ეს არის უმნიშვნელოვანესი აქტორი არჩევნების კონტექსტში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ისინი მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძულებული გახდა, რომ მოეწვია ეუთო ოდირი ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი და ოპოზიცია მონაწილეობს ამ არჩევნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო ოდირი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოტანილი დასკვნები, იმიტომ რომ ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვიბრძვით და მნიშვნელოვანი არის ეუთო ოდირის ჩართულობა ამ პროცესში. როგორც ბელარუსის შემთხვევაში მომხდარა, თუ ეუთო ოდირი ვეღარ ახერხებს გრძელვადიანი მისიის წარმოგზავნას, ამას ისევ ეუთო ოდირს აბრალებენ ხოლმე და ამით წაახალისებენ ხოლმე ანტიდასავლურ რიტორიკას. შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად, რომ მცირე მოკლევადიანი მისია იქნეს წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია შეუძლებელს ხდის წინა საარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას. ჩვენთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის, ეუთო ოდირის დამკვირვებლების ყოფნა იმდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა არჩევნების მონიტორინგი და ჩვენ მხოლოდ ჩვენი პარტიული ძალებით მოგვიწევს 4 ოქტომბერს ბრძოლა. მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, რომ ოდირი მიიღებს ამ მოწვევას, იმიტომ რომ ამ ესეთი მოწვევები ბევრად უფრო ადრე უნდა ხდებოდეს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არაღიარების პოლიტიკა, არათანამშრომლობის პოლიტიკა ჩვენი ევროპული ინსტიტუტების ქართული ოცნების დიქტატორული ხელისუფლების მიმართ. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. როგორც წესი, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები მისიას იწყებენ არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე. მოკლევადიანი დამკვირვებლები კი კენჭისყრის დღის სიახლოვეს. ჯერჯერობით ეუთო ოდირს არაფერი უპასუხია ქართული ოცნების მოწვევაზე, თუმცა 4 ოქტომბრამდე 4 კვირაზე ნაკლები რჩება.